თბილისში ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ახალი თანამედროვე კორპუსი გაიხსნა. მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი კლინიკა საქართველოს პირველმა ლედიმ და ჯანდაცვის მინისტრმა გახსნეს. სანდრა ელისაბედ რულოვსმა და ზურაბ ჭიაბერაშვილმა ასევე გამართეს შეხვედრა მედპერსონალთან, რომელმაც ტუბერკულოზის რეზისტენტული ფორმის მკურნალობაში საგანგებო გადამზადება გაიარა. ევროპული და საერთაშორისო დონის საავადმყოფოა, სადაც დაცულია ინფექციის კონტროლის ყველანაირი პრინციპი, სადაც ორი კარია, სადაც გამწვავ ვენტილაციის სისტემაა და ასე შემდეგ. და უნდა თქვა, რომ მალე პენიტენციარულ სისტემაშიც ცალკე ტუბერკულოზის ახალი საავადმყოფო იხსნება წელს სანში. და ამითი ნამდვილად ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგეთ. საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მათ შორის ტუბერკულოზი არის სახელმწიფოს ამ დაავადებულთა მკურნალობა არის სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანა და პრიორიტეტი, ამიტომ ასეთი მაღალი სტანდარტის რაციონალის არსებობა ქვეყანაში უზრუნველყოფს იმას, რომ ადამიანებმა, რომელსაც აქვთ ეს დაავადება, მიიღონ ძალიან კვალიფიციური და მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება.